ამიტომ ფასების უჯრედულობა იმ პერიოდში სანამ ეს რეჟიმი ისრებაში აი მასწავლებლად მიშოვენ და აჩვენებს თავის თავის და საკვები სამხატვრო საათის დაახლოებით 20%-თან ერთი მესამე. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომელსაც იძახიან არის რომ რაღაცა დენდამიცაზე ფედერალურ კატასტროფული მდგომარეობა არის, გლობალური პრობლემები არის, გეოშინტ პრობლემები ისაა და ამის გამო ხდება ეს რაღაცები. ამიტომ ბავშვი დაიწყოს მაგალითად სომხეთში. რომელიც არის მეზობელი ქვეყანა, რომელიც გეოგრაფიულად არის ძირითადად საქართველოს ფაქტობრივად იზოლაციაში არის. რომელსაც გადაიტანა ამის გამო ორი იქ ინფლაცია პროფესიულ ამაში და ახალ 40%. ამ ახალ უჯრედები კიდევ იყო საქართველოში. როცა უნდა შესაძლო თუ რა გლობალური პრობლემებია და გლობალური პრობლემები არსებობს, ცხადის მასაყრდო არ მოსახლეობაზე არ მოსახლეობ. რომელიც მარშრუტის პრობლემები ეკონომიკაში არის და უზეთრობაზე გასწრებული და აკადემიკური ლიდერები საქართველოს. მაგრამ ის იყო და ახალ უჯრედები ფასების და ვიდეო საქართველოში ანტონის გამბოშოთა რეჟიმი არის საქართველოს ხელისუფლებაში. საქმეზე ურჩეულ პროგრამები ხო? არა, ეს შეიძლება მიზეზები ის გამოხდება ეს თავი ის ხალხი არის პოლიტიკური როლი ზოგადად ისწრებს ყველა პოლიტიკური ბანკში და ყველა რეჟიმის სამსახურში და თავად მიზეზი რომ დაუნდობში თავში არის ის რომ რეჟიმი კერებს ამ ინსტრუმენტებს და ინსტიტუტებს არა იმისათვის რომ ქვეყნის კეთილდღეობა გაიზარდოს არამედ იმისათვის რომ მან შეინარჩუნოს ძალაუფლება და როგორი რადიკალური განსხვავებული მიზანი და სწორედ იმის გამო ყველაფერი ისახურება ძალაუფლების შენარჩუნის მიზანს ვაფრანაში ეკონომიკური პრობლემა მათ შორის პროდუქციის არის მაგალითად პასპორტზე როლი ბანკი ამაზე მათ შორის საუბრობს 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ყველა საერთაშორისო საავადმყოფო ფონდის ანგარიშებმა ყველგან ამაზე საუბარი არის პერიოდი როდესაც დაიწყო გადაწყვეტილების შესაძლებლობა რომ ბანკში როდესაც ერთდროულად ჩააბარეს ყველაფერი თუნავას და თუნავებას ყველაფერზე გადაწყვეტილება ის გადაწყვეტილება მიიღო კოლეგიალურ ორგანოს მათ საბჭოს ეკალიბერს თუნავს რომელიც იქნა მაშინ პრეზიდენტი არისო და მათგან დაიწყო ბანკის კრიტიკა საავადმყოფო ფონდისგან და გრძელდება დღემდე. რატო ეს მნიშვნელოვანი პრინციპია გამოგუს საერთაშორისო იზოლაცია, რომელიც დღეს ქვეყანა მოქცეული ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა არ არის საინტერესო საერთაშორისოებისთვის, რაც არის თავადობრივი ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების არსებობა, მათ შორის ფასების ზრდის და რამოდენიმე მიმარანა სამართლისოშიც განაგრძო. გადასახადები რეგულაციის თვითი გაიზარდა, გადასახადები ამ ქვეყანაში რეგულაციაზე რაღაცა საუბარი ყველა ხედავს ყოველდღიურ შემთხვევაში ამასთან წელს რეგულაციაზე ეს რეგულაციები თუ როგორ აღარ გამოხატავს შესაძლებლობას არ არის ასე მისუქება უამრავ რეგულაციას რომელიც ყოველდღიურად ეკონომიკის მუშაობა და ბიზნესი და კორუფციაზე გიგამოფილი საუბრა აქ მიგონი მოსახლეობის არაფერი არ არის თვითონ ვაყურებენ რეგულაცია ცებში წარებული მილიონობით დოლარები და ბანკებთან მალუას და სადაც ნაკიდებ საკუთარ ვიზებს რომლებიც მოყარეს ადაბამის ბავშვებს მოყარეს ჯარისკაცებს და მოყარეს მოხდა თავშესაფრის მართლა მოკლა მაგალითად და პარტიზანების პარალელს პარალელს მიზეზები რა ინფლაციის აკადემიური მიზეზები და არქიტექტურული მიზეზები პირველი თავი ეს ფულის მასის და 23-25 წელში ფულის მასა ბანკში გაიზარდა 253%. რაც არის კატასტროფული მაჩვენებელია ეკონომიკა ამდენ არ გაზრდა ეკონომიკის დისტენსში და დაახლოებით 3 რობოტში უნდა ფულის მასა გაზრდა. ეს არის თავი ამბავი. რამდენიც ამ ეკონომიკა და ადმინისტრაციული ნახვის თავი ამბავი არის ეს ეკონომიკაში არსებობს ფორმულა, რომელსაც აღიაროს ვერცეთ ეკონომიკის დინამიზმზე, კარგი ცუდი, ისეთ პრობლემები და ისეთ პრობლემები დაავადებები, ყველა ეკონომიკის დახურვა ეკონომიკაში ეს პრობლემა, რომელიც არის ფულის მასა გამრავლებული ეკონომიკის მოსულაზე, არის ფულის მასა გამრავლებული ფულის სიშკარაზე, ის ფასები გამრავლებული ეკონომიკის მოსულაზე. თუ ეკონომიკის მოსულა არის ფულის მასა იზრდება, ეს პრობლემა ის შემოსწავლების ფასებისგან ეს ხდება ქვეყანაში თეორიების დამოუკიდებლობის არის ეს ნიშნავს თავადი გამოწვევის არის ეს და ამის თავადი ავტორი არის ეროვნული ბანკი რომელიც საქართველოს გამოდით არის თავადი პასუხისმგებელი კონკრეტულად ერთადერთი ამ საქმეზე ქვეყანაში ფასები იყოს სტაბილური შიდა ვარის და 2 მილიარდიდან გაიზარდა 12 მილიარდამდე ამ პერიოდში ეს რეჟიმის ხელისუფლებაში რატო ეს მნიშვნელოვანი მასშტაბური იყოს იმიტომ რომ შიდა ვარი ნიშნავს რომ თავდაში ის საერთაშორისო დახარჯვა და არ არის ეს დაარბეშ პრობლემაზე კიდე შეიძლება ფული დახარჯოს და ძალაუფლება შეინარჩუნოს ვიღაცას კიდევ არ გადაუხადოს მიდის და კომერციული ბანკებიც ეს ხარ და შემდეგ კომერციული ბანკებს შეიძლება ფული რომ მას მიაკეთოს მოქალაქეებმა ნიჭდება ვაყოფენ ისინი აკეთებენ ფულს ვის ეროვნულ ბანკს ესე იბეჭდება ახალი ფული რომელიც მიარჩენებს თურიზმში და შემდეგ სისტემაში ამიტომ პრობლემა შიდა ვარის და ამგვარად საფრთხე ამგანი ინვესტიციები 2020 წლის კოპიტი 2 მილიარდი დაახლოებით 2020 წელს ჩამოსული არის 700 მილიონი დოლარამდე და აქედან რომ ნახოთ ინვესტიცია არის 80%. ეს ნიშნავს რომ პროგრამის არ არის საქართველოს როგორც ქვეყანას არ შეიძლება ჩამოს საქმე და საქმე გასაკუთრებით და იქნოს რაც საკითხს უბრალოდ საქართველოს საინტერესო არა. ეს არის ერთადერთი მიზეზი და
თუ საქართველოს მიდის ევროკავშირის თუ ადამიანის განსხვავება საქართველოში და ევროკავშირის წევრი ვახტის მომავალში, მაშინ ეს ქვეყანა არის საინტერესო. თუ საქართველოს ჩიხი რჩება რუსეთის უკანა ეზო, არის საქართველოს საინტერესო არის. ამ მარტივად თქვენს გასაინტერესო თუ თქვენ საქართველოში ბინას დღეს ნიშნობა რომ ქალაქში ეცოდება საქართველოს შემოხუცებაში გახსოვაში წევრი, შეიძლება გარანტირებულად ვთქვათ, რომ იმის ფასი დაავადდა და დასამართლებლად განიზრება ნიშნულად როგორც საქართველოს კავშირის წევრი. თუ თქვენ იცით საქართველოს ჩიხა და ასე დამდის და ახდენის ინტეგრაცია დასავლეთ თავისუფალ ცივილიზაციურ სამყაროსთან, სამართლებრივი ინტეგრაციას აღანახავთ ინტეგრაციაზე არის. ეს არის ამის ახლა მაჩოვის სისტემა გაიზარდა პირდაპირ ინვესტიციებში შეიძლება ისე კონკრეტულად გაიზარდოს კონკრეტულად სტაბილურობის მაჩოვის და მაჩოვის კონკრეტულ ფასების სტაბილურობა აქციის ბენზინზე რაც უნდა ილაპარაკოს საკონდიციონერზე მიდება სოფლის და აქციის კონკრეტულ ბენზინზე 2017 წელს გაზარდა რეჟიმა 250 ტონამდე 500 ტონამდე აქციის დიზელზე 2017 წელს 50 და გაზარდა 400 ტონამდე კონკრეტულად გადასწორება ერთადერთი მიზეზი გამოჩნდება მეტი ფული იმისა და ძალაუფლება შეგარჩენოს მეტი სხვა ახსნას არ ძალაუფლება შეაშუროს და შეიძლება ამბობ ამის გამო გააძლიეროს საწოლის ფასი შედის პრაქტიკულად ყველა იმ პროდუქტის მომსახურების ფასში, რომელსაც ჭირდება ტრანსპორტი, გადაზიდვა, გადაადგილება და ასე შემდეგ. და საგადასახადო ტვირთი ჯამში 24%-დან გაზარდეს 27%-ამდე. ამის ახსნაც ერთადერთი და ჭირდება დიეტიკური მისაწვდომი ძალაუფლება შეინარჩუნოს. გამოსავალი რა შეგვიძლია შემთხვევაში ვთქვათ, ისეთი გამოსავალი სპეციალურად არის კაცაში საფადო აკეთო, აკარება საუბარი გამოს გადასახადო თანხებზე, რეგიონში შეიძლება 1% შესაძლოა ჩისავაზე მოგოდის გადასახადო შეიძლება 1% და ევროზონა იყო, საწოლზე აქციის შეიძლება 50% განახლებით. ეს არის ისეთი და ჯამში წამოვიდი ამის გამოსავალი გამომები, გადამწყვეტი ვიქა, დოგანაზე იქნება აქციის შემოგანახება 400 მილიონი, შეხმოსავალი 400 მილიონი, მოგოდი და 100 მილიონი და რეგიონში 100 მილიონი და 100 მილიონი ლარი, რომელიც გული მასენა, რომელიც შეიძლება ჩახსნა აქციის მასშტაბით აღგარებულ, მაგრამ სხვა ხარჯები შეიძლება ჩახსნა, შეიძლება სულ შეიძლება ჩახსნა 3 მილიარდზე დაახლო, იმესაც ყველაზე გაუმჩნევარი ხარჯები, რომელიც არსებობს საქართველოს ბიუჯეტში, აცმას შეხარება და ცხადი ყველაზე პოპულარული გარება სწორედ აქ მაგის ბიზნეს ეს ბიუჯეტში. აქედან ვახშობ ფონდო 200 მილიონს სუბსიდიები, რომელსაც დაახლოებით მილიარდი 300 მილიონი საფუძველი მოსახურება, საფუძველი მოსახურება არის ნაკლები ბენზინო ჩასხმა, ნაკლები მანქანები იყო, ნაკლები პარცკავი იყო, ნაკლები შოკოლადი, ნაკლები ავადარი და ასე შემდეგ. განვაგდა დაახლოებით 500 მილიონს. ჩამშეს არის მილიარდ 600 მილიონი და კიდე გამარჯვება ამის შეიძლება გასაგებია მაგრამ უცებრად შეიძლება გააკეთოს ისე საერთოდ არ ეთქიმოს არა პრეზიდენტიზმო აი უნდა შეამცირა რომ სასამართლოდან გაუშვა აფრიკის განსხვავება გააკეთო უცებრად შეიძლება გააკეთო არის ეს უცებ შეამცირა ეს ხარჯები რაც ნიშნავს მოხსნის თვლის საქართველოს მოქალაქეებზე და მათ შორის ის პროდუქტებზე რაც გასაგებია აქციის შეამცირა ნიშნავს მოხდეს საწყის ფაზაზე და შემდეგ მივიდათ ეს მოხდეს სხვა პროდუქტებზე გამოსავალი ზერვადიანი რა არის საგადასახადო თვლის და ბიუროკრატიული ზონის არსებობა შეცვლება ეს არის ეს არის ის შეთანხმება ძალზე ალიანსში ამ შეურიგაცად დეკლარაციები გუნდობს რაღაცა და ეს კონსენსუსი არის მაგალითში ხალხთა შორის მეორე ის არის ეკონომიკის მოწყობასთან ჩიდავალის მოწყობის შეფარების განხილვა ზუსტად ხდება ასული ამ 2003 წლამდე დაახლოებით 20% ეხლა ასულ რაღაც 12%-ამდე ამ თუ შევამცირებ ჩავა უბრალოდ აღმოჩნდება ისეთი დონორთა სამ რეჟიმი უნდა და ეს სიტუაცია რომელი ბანკის დეპოზიტიზება ბევრი საქართველოს შეიძლება იყოს ბანკზე იცით რომ კონსულტაციები განსაკუთრებით მაგაზე შეთანხმება მინიმალიზის რომ ბანკი ამ დროს გამოგეთ გამანებული პოლიტიკური მიზნების ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. მათ შორის ეს არის წინაპირობა იმისათვის, რომ იმაგიზუროს იმაზე რაც არის მისი უშუალო ფუნქცია. ეს არის ფასების სტაბილურობა. გამოგებული სასამართლო შექმნა, რაც ყველა ჯანსაღებულობის სისტემის საფუძველია, ამის გარშე არ გამოვა არაფერი. სისტემური კორუფციის და კრიმინალის გავლენის განვითარება ეკონომიკაში, ამაზე საუბრობს ჩანმრთელმა. ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრაციის გაფორმება თავისუფალ განვითარების სამართლის ეკონომიკასთან, რაც შეუძლებს პირდაპირ სოციალიზაციის მოზიდვას, ამის გარშე ეკონომიკის საფუძველია. სახელმწიფო სერვისების გაიარება, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია საქართველოს ფასების დაზიანების ლაპარაკობენ და იმას აღზრდიან სუსტაზრდიან სუპერმარკეტებში, უნდა ნახოთ როგორ გადადის ფასები საქართველოს ყველანაირ მოსახლეობაზე, რომელსაც სახელმწიფოსგან იღებს მოგება მოქალაქე. ყველანაირ სერვისები, ყველანაირ მოსახლეობაზე და ისე როგორც დაავადებული, ისე როგორც კატასტროფულად გაზრდილი ჯარიმები. მათ შორის შეადაროთ საქართველოში ჯარიმების დონე, საზოგადოებრივი ჯარიმები, საქართველოს მოქალაქე შემოსავლის დონე შეადაროთ მოქალაქე შემოსავლის ეს არის კატასტროფული სხავა. ერთადერთი მიზეზია გამოსვლები, იგებენ ფულს ყველა შესაძლებლობით, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. და ბოლოს ევროპαϊκი ინტეგრაციის აუცილებლად ჩასულმა არსებული ბიუროკრატიული რეგულაციების გაუქმება, შეგვეცდის რომ დემოკრატიის თანამდებობაში მოხდეს საფრანგეთის ჰარმონიზაცია ევროპულ ბაზართან და იქ არის დიდი რეგულაციები, როგორც მოხდეს სამართლის პროცედურებში მინიმალურ მომწიფაციის განმეორება, მაგრამ ესენი იგებენ ისეთ რეგულაციებს, რომელსაც არ ხარჯენ მოტანდა, როგორც ფინანსები გაიგებს რაღაც მოსწრება და გადაწყვეტილება.
მაგალითად ამის მაგალითი იყო, რომელიც უკან დაიხეს, მაგალითად პლასმასის გოხების ამზადება მსგავსი რეგულაცია აღარსებობს არსად დედამიწაზე. ეხლა დაიხეს უკან მაგალითად რაღაცა დაიმიზა საავადმყოფო დინამში, ამას დინამში დააიწყა და სადაც ამის დინარესთან დაინახა დაგებული პლასმასის გოხები და დაურეკა რაღაცა უთხრა 28 პლასმასის გოხები. ესე გაჩნდა ეს ინიციატივა და მე მიხვდება ამას მოყოლოდ განაგვიდი ტექნიკაში რაღაც რეაქცია და შემდეგ დაიხეს უკან. ანუ ეს არის იყო ეს მოყოლები всё და ეს არის მოყოლად შემდგომ და მოკლედ რომ შეკითხება ზადად ასე ონლაინ საუბარი მაინც ის რა პოზიციას ჩვენ ახლა ვაფიქსირებთ. ეს არ დარჩენილა ეს პოზიცია დღეს 2017 წელს, როცა აქციზი გააორმაგა ბენზინის შემთხვევაში და გაასამაგა დიზელის შემთხვევაში ოცნების ხელისუფლება. ჩვენ მაშინვე ვამბობთ, რომ ეს აისახებოდა ფასების ზრდაზე. სამწუხაროდ მათ მაინც ჯიუტა შეინარჩუნეს თავისი გადაწყვეტილება და აგერ შეძლებს ვეჭი. როდესაც უსხასროდ იზრდებოდა შიდა და საგარეო ვარი. ჩვენ ამაზე ძალიან კონკრეტულად საუბრობთ, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნიდან და სასაცილო გაყოფნიდა ეს ქართულ ოცნებას. აგერ მივიღეთ გაზრდილი ფასი. როდესაც ფასების ზრდაზე საუბრობთ 2 წლის წინ და უფრო ადრეც, მაშინაც თქვენ შეგიძლიათ კადრები ამოიღოთ, რა სიცილკისკისი ხდება ამას აი ეს ოცნების წარმომადგენლები, რომელმაც დღეს ახლა კომისიონმანია დაიწყეს თვითონ ფასების შემცირებასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ კიდევ უფრო მძიმე ვითარება მივიღეთ ამასთან დაკავშირებით. როდესაც ჯარიმებს ზრდიდნენ, ვამბობთ, რომ არ შეიძლება ჯარიმა იყოს უსამართლოდ მაღალი და რაც არის მაგალითად ცივილიზებულ ქვეყნებში, რომ შემოსავლიდან ითვლებოდეს ჯარიმის თანაზომადობა. ეს არ არის მხოლოდ საგზაო ჯარიმებზე საუბარი, აქ არის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაზიანებული ჯარიმებზე. არა მარტო ჩვენ გვაჯარიმებენ ტროტუარზე 5000 ლარი. არამედ მცირე და საშუალო ბიზნესს 10-15000 ლარიან ჯარიმას უწევენ და ღმერთმა უქნას ოდნავ გადაუცილდა ადამიანს გადახდა ამ ჯარიმის, უყადაღდება ყველაფერი და უქმდება ყველაფერი. ანუ ეს რამე ახალი კი არ არის ასე ჩვენ ვსაუბრობთ. ამაზე წლების მანძილზე ვსაუბრობთ. უბრალოდ საზოგადოებას მივმართავ, რომ თქვენ თვითონ ხედავთ, რომ ამ ყველაფერმა მიგვიყვანა უმძიმე შედეგი. შედეგი არის ის, რომ 100,000 ადამიანი ქვეყნიდან მიდის, იმიტომ რომ მისი შემოსავალი ვერ უსრულობს მის დანახარჯებს. შედეგი არის ის, რომ მე აისახება ეს თუნდაც დემოგრაფიაში, აისახება სოციალურ მდგომარეობაში, აისახება აბსოლუტურად ყველაფერში. და რაც ზურას ხონდა მოყვანილი. თავარი სადა. რატო აქვს ამხელა განსხვავება სომხეთთან? თუ იქ რამდენი იყო 40%-ით 40-55%-ით გაიზარდა ფულის მასა 2013-25 წლებში. ინფლაცია გულში, ხო? და ჩვენთან რატო არის ორჯერ მეტი? თუ სომხეთმა შეძლო, რომ დაეჭირა ფასების და მხოლოდ 40-55% გაზრდილიყო. ჩვენთან 70% რატო არის ჯამური და საკუთზე რატო არის 100%. და თუ სომხეთმა შეძლო მართლა ეკონომიკის ისე რომ არ დაებეჭდა 300% ზემოდან ფულის და არ გაეშვა მოძრაობაში, ჩვენთან რატო მოხდა ამ ფულის დაბეჭდა? და იცოდეთ რომ ნებისმიერი ჩამოგეჭდილი ლარი ნიშნავს თქვენ ჯიბეში ხოლმე ლარის გაუფასურებას. ბედი ფული ნიშნავს ნაკლებ სილოგობით უნარიანობას, ნიშნავს გაზრდილ ფასებს და ასე შემდეგ. ამიტომ გადაწყვეტა ძალიან კონკრეტულია. ახლა ამაზე რა თქმა უნდა აქ მედია საშუალებები არიან და ფასებზე კი არ დაგვიშავა კითხვას, ვინმე ბლაჟევიჩზე დაგვიშავა კითხვას, რაც სტანდარტი ხო არის ხოლმე ფასი რატო? ასე ჩვენ კითხვას სვავთ, კითხვას სვავთ, რომ ფასები რატო იზრდება და რატო არაფერს აკეთებ ფასებთან დაკავშირებით? რა არის მათი პასუხი? ბლაჟევიჩს მოიგონებენ, ომის პარტიას მოიგონებენ, აგენტებიო, რა შუაშია ომის პარტია? ომის პარტიამ გააძვირა ეს ყველაფერი საქართველოში? ან ბლაჟევიჩის ბრალია, ეხლა რომ საწვავი რომ გაძვირდა და არაფერ გადაწყვეტილებას თუ არ იღებს, თავისთავად ხელისუფლებას ეძახის ის პოლიტიკური ჯგუფი? ბლაჟევიჩმა უხდეს, ბლაჟევიჩმა აიძულა, რომ არ შეიმცირებინა ესენი რა ქვია გადასახადები? თუ გლობალური ომის პარტიამ დაურეკა და უთხრა, რომ საწვავზე 2017-ში ჩაიფიქრა, რომ უნდა გაეზარდა აუცილებლად ასე ვთქვათ გადასახადი. ნუ აბსურდია. ან ალბათ არ ვიცი მე რომელმა აგენტურამ დაურეკა და უთხრა 300%-ით დაბეჭდეთ ფული და გაუშვით მაშინ, ხო? ეს აგერმანმა ხო გარდაიცვალა ეს კაცი და სანამ გარდაიცვლებოდა მანამდე თუმე აიძულა 300%-ით მეტი დაეხვეჭდა ფული რომ გაუფასურებულიყო ყველაფერი. აი ამ არაადეკვატურ სიტუაციაში ვცხოვრობ და ამიტომ კიდევ ერთხელ რაზეც უნდა გავცემ პასუხი,
რატომ მოხდა ეს ყველაფერი ქვეყანაში და რატომ გრძელდება ფასების ზრდა და როდემდე აპირებენ ამ კომისიომანიებით თამაშს საზოგადოებრივ ვარდას. დიდი მადლობა. კითხვას დაგეხმაროთ. ხო, ბოდიშ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოუწევთ. თუ იმას გაკეთდა, მე გადავიდეთ სხვაზე. ხო, ეს დავამატოთ მე შეიძლება გავუსწრო რა. რადგან ზურაბის საუბარ ამ შეცდომაზე ის სწრაფად რაც შეიძლება გაკეთდეს ეს რო ნორმალური ელუსტრება ყავს და რაც ის ოპოზიციის ალიანსის პოლიტიკური ძალები რაც შეჯერებული ვარ როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება. პროპაგანდა გასწრებს ხო იმაში ჩვენ აბა რა შეამცირებ რაღაცა ჯარს შეამცირებ პოლიციას ჯანდაცვას არა ეს ხალხები არც ამ სფეროს არ ეხება იმიტომ რომ იქაც სერიოზული რეფორმა შესაძლებელი იქაც პლანო უზარმაზარია რეალური საკითხების მაგალითად ეს ხალხი არ ეხება არც ჯარს არც უსაფრთხოებას ზოგადად არც ჯანდაცვას არც განათლებას ყველაფერი ამის მიღმა არსებობს უზარმაზარი რესურსი რომელიც მოქალაქეების ჯიბიდან და ბიზნესის ჯიბიდან მიიღება კენსტიტუტა ბიუროკრატიასთან და მე იქნებოდა პოლიტიკური ამოცანების ციტატება იმის ნაცვლად რომ შეუძლდეს პროექტი მოქალაქეებს. კითხვის დასმამდე თქვენ ახსენეთ ჭარბებული და დაწვრილი ცხოვრება. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, იბეჭდება იმაზე მეკითხულია, რომელი ბანკის მიერ ეს საჭიროა და ამას პასუხისმგებლობა ისეკესება. რატომ იბეჭდება იმაზე მეკითხული, ვიდრე რეალურად პროცესებში? ერთადერთი სტრუქტურა სანაში, რომელსაც აღარ კანონი, კანონი, რომელიც შესაძლოა გადაშენების მოქალაქეებს არ დაუსრულებელი ბანკის ერთადერთი ფუნქცია, თავად ფუნქცია არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამის შემდეგ მდგომარეობა ფუნქცია, რომელიც არის ფინანსური სისტემის უზრუნველყოფა. შეიძლება გადაშენდეს ფასები, მე უნდა იზრუნოს იმაზე, რომ სკვადრონი და დიდანკი არ დაყოლოს თანაშაიკოს სხვა პროგრამ, ეს არის ეს სხვა ფუნქცია, რომელსაც ფუნქციას არის ყოველზე პარლამენტში. ამ რეგულირებულ პარლამენტშიც კი იწება კანონი ბიუჯეტის შესახებ და ჩარებული მომწერა მიიღოს ელექტრონული სამიზნე ინფლაცია. ეს ამ ინფლაცია რეგულირებულნი შეიძლება პროცენტად შეიძლება ახსოვებო სულა ჯამში რაც მივიღეთ არის ის რომ 60% არის გაცილული ფასი და საქართველოს არის 100% და ახლა გაცილული ფასი. ერთ-ერთი პასუხი არის რეგულირებულნი. რატო არის ამას რეგულირებულნი? ცოდნა კომპეტენცია ყოფნის თუ რაღაცა სხვა მიზეზი იყო ხო ეს ხო? კომპეტენცია ის ისე თუ აჭარბებს საბჭოს სადაც ვიღაცები შეიძლება თუნდაც არაფერი ისო იქ ხალხი მიცდევს საკითხს მივიარე მისწერის გამაშენებაში მუშაობდა მასალის საკითხი. ან კომპეტენცია და გაკეთების შეუძლია. ერთ-ერთი მიზანი არის ის მიზეზი არის ის რომ თავობას დე-ფაქტო ძალადობის ხელში არის იმაში რომ ძალადობის ხელზე არის უზურპირებული და არადეიდო ხალხი და ჩაბაუჭებულან ძალადობას. ძალადობის შეფასება არამარტო სიტუაციაზე უნთები რომელიც ხალხს აღზარდა არ ჩიძა პირველში რესურსი ეს რესურსი არის კომუნიკაცია ამ ფულსაც წყარო ერთიდან ვარდნა შიდავალის ამბესიდან გარემოება გამოვარდა სპეციალურად აღშეკრება შიდავალის საცხოვრებლად მეორე გადასახადის ზიან და ეს არის ფულის ბეჭდა ეროვნულ ბეჭდას ერთ-ერთი თავისუფლად მეტი დასახადი ფული რომ იყოს მეტი ადამიანი რომ ძალადება შეინარჩუნოს ეს არის თავი მან სამ რეჟიმი არსებობს ხელისუფლებაში მანამდე არავის რომ ეს რეჟიმი მოსახურება ქვეყნის კეთილდღეობის ეს რეჟიმი უკვე ის სტაბილიზაცია არის ხოლმე მეტეხის განმავლობა ყველაფერი ამას ეხება როგორც ძალადება ამის გამიგებაში მომწონს სიტუაციის გადასახადის გამოიყენება და ფუნქციონალურ გამოიყენება და არის ამბები რომ სიტუაცია გამოიყენება და მაგასაც არამედ კომისია მას აუშვებს პარლამენტში თავობაში და აღარანის სუვერენიტეტი ადმინისტრაციული ამ ფულის მასზე და თუ ბუნებრივად ხდება ეკონომიკის დისნაცვლად თუ არა ამ პრობლემაა თუ ის ბეჭდვა ამდენჯერ უსწრებს იმას რაც ბუნებრივად ხდება დოლარის ზრდას მაშინ ეს არის ფულის ამბავი რა ადამიანის ჯიბიდან აკულა კიდევს გავაჟო ვერტუს ამას პოპულარი ხდება ორჯერ მეტი არის მას არ იმაროსვა უბრალოდ ეგეც ხდება პირველში ხდება არის ადამიანის ფულის ბეჭდვა და დაზგარი არის რომ ფულს ელექტრონიზაცია როლი მაგას კომერციულ მაგას ესხება რეჟიმთან დაახლოებულ ბიზნესმენებზე, რომლებიც ამას ვაიერებენ, რაღაც ისესაკთა, რაღაც ისაკთა, მაგალითად, ისინი ამბობენ ახლა რომ შეფასება გაზრდილი არა. ისინი მოგებას ნახულობენ მაგას. მაგრამ ეს ფული, როცა ისინი დახარჯებენ, გაიწოვება ეკონომიკაში, მე დაიწევს ფასები მაგას. და პენსიონერი, რომელსაც შემოსავლას ფიქსირებული შემოსავალი, პენსია დაფიქსირებული ლაში, იმას უცებ გაუძვირებენ, იმას არანაირი სხვა წყარო არ აქვს.
ვიღაცა ცოტასთან დაახლოებული ბიზნესმენი შორის ფულს, ბანკი იშოვის ფულს და დაარწავს პენსიონერს და ყველაზე გაჩვენოს ნებისმიერ შეწარებას შევასრულებს ეცად შევასრულებაში. ესე წავდება მაგის კარგი მაგალითი არის კახეთში თუ გაიგეთ. ნახავთ წამოშენებულ შატოებს, ახალი შატოები ყველა არის ქართული ოცნების წარმომადგენლები. ყველას აქვს თავისი გეგონება მთელი მათი საგვარეულო ღვინოს საწარმოები და ასწავლებლების მანძილზე. ყველას თავისი სახელი მიწერილი ღვინოზე, შატოები აშენებული, სასტუმროები აშენებული, ღვინოს საწარმოები და მი დააფინანსა ეს ყველაფერი. ჩვენ ხალხმა დააფინანსა, რეალურად სუბსიდირებული ვითომ და დაბალ პროცენტიანი წესით წაიღეს ისევ მათ, კახები, ფერმერი თუ მევენახე, ისევ დაკოჟილი ხელები დადის თავის ვენაში, რაც ხონდა, მას არაფერი, ისევ ამოდავდა გარშემო დიდი ალაყაფები, რა თქმა უნდა, იქ ვინ შეახედებს კახა მევენახეს. აი ეს არის ზუსტად ის უსამართლობა, როგორ უსამართლოდ ნაწილდება მე ეს ჩამოყიჩდილი ფული, რომელსაც აძლევენ ისევ თავის, ასე ვთქვათ, დაჯგუფების წევრებს. აი ხა პარლამენტს რო ეძახიან, რომ შეხვიდეთ დაწინებულება ნახევარზე მე პარლამენტარებს თავისი შატოები ექნება და თავის საგვარეულო ვითომ ღვინოები ექნება, გეგონება და ასწავლებლები ღვინოებს ასწავლდნენ, ეხლა მათი წინაპრები საქართველოში. ანუ თქვენ ვიტყოდეთ რა აკეთებდა ზოგადად მიგმოვა ხო რომ ფული მოქალაქის კეროდაში ჯიბეში. ხო? ან ზოგადად თავის პოზიციას. ფული თვითონ ამოიღონ და მერე გაანაწილო. თუ დამოკიდებული გახავთ ხო აი მე გავზრდი რაღაც უცხო სახანას ხო პერიოდ რაღაცა ამ პროპაგანდას მიმართავენ ამას. ესეც არის ნაწილი ამ მანქანას, სადაც არის შეგვიძლია რომ მე უნდა დავუყო იმ მდგომარეობის ყავდეს საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც დაშინების და მოსხების კომბინაცია მეტი რესურსი მაქვს დამოკიდებული გავხადო ის თავრობას და ბიუროკრატიას. და ასე იმუშავებს ძალაუფლებას. მოდი სპორტის ჩვენი მომოწმებს. სპორტის არის კურსის ვარდანას ნევრალთან ერთ-ერთი გამომწვევი არქულის დაიწყო თავის და 70% გადაიღეს ლარის კურსი, ლარნეგი 65 და 65 ეხლა რამდენია ლარის კურსი და საკუთრებაში. კი, ამ თემაზე გვაქვს ვაშეობა. მე ერთ-ერთი რაც მინდა ხო ჟურნალისტებს თუ მოხდებით ამ ადამიანებთან, პასუხი გავცე ძალიან კონკრეტულად. ხო, აი ჩვენ ალტერნატივა გვაქვს და გადაგდეს. ხო, პასუხი გასცენ იმასაც ხავს რა. ლაჟების თუ მოიგონებენ ახლა, ლაჟების თუ გავცენ პასუხი. ფასების დაზეთ რა, იმ პასუხონ კომისია რო შექმნეს, სადაც ფასების კვლევა და რატო არ უნდათ რომ ხალხზე იზრუნოს. და პასუხი გასცენ ამ ყველაფერს საზოგადოებას ვერე. ჩვენ მათ პასუხი ძალიან კარგად ვიცით, რომ არის გამკეთებლები არის. თითი სადაც. ლაჟების კი. მე მარია ზახაროვა. მოგესალმებით არის ის რომ მარტინ ინჟინერის ხელისუფლებაში საქართველოს გასაგებია